და თუ ჩემ მაღვალაკი ხარ? აი, აბა მოდი ეს ამაზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო. ეს მაგრამ მომეწონა, იმიტომ ეს რაღაცა მანქანა. ეს უკვე ცოტა დიდი არის. 2 ადგილიანია. ამასაც სკამის მოძრაობის ფუნქცია აქვს, რომელსაც აქედან ვერ ვატანძალას. მაინც აბა. ხო? გამოწეული ყოფილა ბოლომდე. ხო, ჰიპიანი დეჟონ დაჭდეს, ხო? ხო. 212 კუბია. ცოტა დანდალა ბავშვის კარგად დაეჭირა. ის კი არა მე დავიტევით. აქვს თავისი LED განათება. ხო. იქოქება ელექტროსტატოპი აქვს. ასევე მექანიკური დამქოქიც აქვს. ელექტრონულადაც იქოქება. უკვე 4 წერტილიანი. ეს როგორ იქოქება? უყურე ძრავა უყენია და აკუმულატორი უყენია. ამას რაღაც ამოქოქო არ უნდა პირდაპირ გადაწევა. პირდაპირ ელექტროსტარტოპით იქოქება, მაგრამ რაღაც ავარიო სიტუაციაში თუ აკუმულატორი დაგიჯდა თან რაღაც მსგავსი, უკვე შეგიძლიათ ავარიო მდგომარეობაში ხელით მექანიკურად დაგქოთ. ანუ ისი არ დარჩებით რა. ანუ ხო. აი ამითი ამოქოქა. ხო, როგორც ისა რა ქვია, როგორც გენერატორი, კი ხო, ბენზოხერხი როგორც იქოქება ბოლო-ბოლო რა. საწვავი რამე თუ გააჩმოხა დანარჩენი, ხო კიდე რა მაინტერესებს? ძრავა რომ მუშაობს აკუმულატორს ტენის? კი. ანუ შეგ რაღაცა დინამო უყენია, ხო? კი, აი ეს არის, ამას აი ეს ემსახურება მაგ ყველაფერს. არა. აი აქ არის ნუ არ ჩანს. არა, მე ნახე მე რა მინდოდა თქვა, მომინდა ამაზე ფარების დაყენება. კი, აყენია. არა, იქ აყენია, თქვა ზემოდან დავამატებო. ანუ აკუმულატორზე რომ დავაერთო მე. აკუმულატორის ცალკე ტენისის აღარ მექნება, ხო? იმიტომ თუ ძრავა მუშაობს აკუმულატორსა ტენის. კი ბატონო, ანუ თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ დაერთეთ აკუმულატორზეც. იქაც შეგიძლიათ თვითონ სადაც დინამო და რო გამოდის. კი ბატონო, იქაც შეგიძლიათ და რაღაც დამატ. ეხლა ძალიან ბევრ პროჟექტორს ალბათ ვერ დაამატებთ. არა, ნუ ხლამაზე უნდა დაამატო. იმხელა გენერატორი არ აქვს უბრალოდ რა, ეგ მაგაშია საქმე, თორე. დანარჩენი აი რაღაცა 2 ნატურა სტანდარტულად შეგიძლიათ დამატებები. ეს ბოთლის ჩასადებია. ნუ ერთი კიდევ რაც მინდა აღვნიშნო, ანუ ამძრავ მხარეში, ანუ გადაცემათა კოლოფი გვაქვს, ეგრეთ წოდებული CVT ვარიატორი არის რა, ანუ დიდ დატვირთვებზე ბევრად უფრო უმარტივდება დაძლევა რა, ასე ვთქვათ. ხო, ანუ სიმაღლეზე გვედი გვაქვს